საქველმოქმედო ფონდ ქართული გალობის მიერ დაწესებული ედიშერ და გიორგი გიგი გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსის წესით მიმდინარეობდა კანდიდატების შერჩევა. ფონდ ქართული გალობის ინფორმაციით გამარჯვებულთა ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამასთან დაკავშირებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაც გაიმართება. ორგანიზატორთა განმარტებით ფონდი ქართული გალობა 2016 წლიდან გასცემს ედიშერ და გიორგი გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიურ ერთჯერად სტიპენდიას 1000 ლარის ოდენობით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ტრადიციული მუსიკის კვლევარი გამორჩეული სტუდენტებისათვის. სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეეძლო სტუდენტს, რომელსაც 2024-2025 სასწავლო წელს მაღალი აკადემიური მოსწრება და აქტიური სამეცნიერო ცხოვრება ჰქონდა. როგორც გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა თამარ ჩხეიძემ აღნიშნა, კონკურსი ხელს უწყობს ტრადიციული მუსიკის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას. მისი თქმით, ფონდ ქართული გალობის მიერ დაწესებული სტიპენდია დიდი მოტივაციაა სტუდენტისთვის. ტრადიციულად ყოველწლიურად გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ ცნობილი ქართველი ეთნომუსიკოლოგების, ტრადიციული მუსიკის კვლევრების და შემსრულებლების ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში, სტიპენდიისა, რომელიც დაწესებული არის ფონდი ქართული გალობის მიერ. მიმდინარე წელსაც კონკურსი შედგა გალობის უნივერსიტეტში საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ იმუშავა, შეისწავლა აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი გამარჯვებულის ვინაობა. ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს და გააგრძელოს პატივისცემა და დააფასოს ამ ორი მოღვაწის ვიტყოდი მნიშვნელობა ქართული ტრადიციული მუსიკის განვითარების, პოპულარიზაციის შესწავლის კუთხით და ასევე არის მნიშვნელოვანი იმის გამოც, რომ არის ძალიან დიდი მოტივაცია ამ სტიპენდიის ფლობა. გასულ წელს დაჯილდოების ცერემონიალი გალობის უნივერსიტეტში შედგა და ჩვენთვის არის ძალიან დიდი პატივი ვიყოთ მასპინძლები. მინდა აღნიშნო, რომ ზოგადი კრიტერიუმები ფონდის მიერ არის დადგენილი, თუ რის მიხედვით უნდა მოხდეს შერჩევა, რა წინაპირობები არის კონკურსში მონაწილეობის, ასე ვთქვათ, განაცხადის წარსადგენად, მაგრამ იმავდროულად თავად დაწესებულებას აქვს სივრცე დატოვებული იმისთვის, რომ სპეციფიკიდან გამომდინარე დააზუსტოს ეს კრიტერიუმები. ეს ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მაგალითად ჯავახიშვილის უნივერსიტეტში უფრო კვლევითი მიმართულებით სტუდენტების აქტივობაზე ხდება ყურადღების გამახვილება, ხოლო ჩვენ თვითონ პროფილიდან გამომდინარე, როგორც კვლევითი, ასევე საშემსრულებლო შემოქმედებითი მიმართულებაც არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი კონკურსანტების შეფასების პროცესში. ამიტომ უნივერსიტეტებისთვის ამ ასე ვთქვათ, გარკვეულად თავისუფლების მიცემა ფონდის მხრიდან არის ასეთი მნიშვნელოვანი და მადლობა ფონდს ამისთვის. ზოგადად მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო ფონდ ქართულ გალობას, რომელიც არა მარტო ამ კონკურსის ფარგლებში, ზოგადად ქართული ტრადიციული მუსიკის განვითარებაში, პოპულარიზებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს და სერიოზულ ეროვნულ საქმეს უძღვება და მადლობა მათ ამისთვის.